თემურლენგი რომ შემოესია საქართველოს. Ამ მონასტერში უამრავი ხალხი იყო, მაშინაც დედათა მონასტერი იყო, მერე მამათა მონასტრად გადაკეთდა. აქ იყვნენ ბერებიც, იყვნენ მონაზვნებიც, მორწმუნე ადამიანები გარშემო სოფლებიდან აქ შეგროვილი. თან ისეთი პერიოდი იყო, ესე იგი რომ ხშირად შემოესეოდა ხოლმე მტერი საქართველოს და მონასტერში ხალხი მოდიოდა იმისთვისაც რომ თავი შეეფარებინა. თან წირვა იყო ლოცვისთვის მოდიოდა ხალხი. და მოხდა ისე რომ თემურლენგმა ესე იგი ვინც ქრისტეზე უარი არ თქვა. საბოლოო ჯამში მაინც ისე ხდებოდა ხოლმე რომ ეუბნებოდნენ რომ თუ ქრისტეზე უარს იტყვი ქრისტიანობაზე რწმენაზე, მაშინ ცოცხალს დაგტოვებდნენ. და უამრავმა ადამიანმა უარი არ ეთქვა, ნუ გადმოცემით ესეთი არაუდიცაა რომ 300 ადამიანი იყო და შემოიყვანეს ტაძარში და უამრავი შეშა შემოიტანეს და აქ გამოწეს ეს ხალხი. და ფიქრობდნენ რომ აქედან წივილის და ყვირილის ხმა გავიდოდა და კარები გამოკეტეს ესე იგი. მაგრამ აქედან მარტო გალობის ხმა გამოდიოდა. წარმოიდგინე ადამიანი იწვება და ის კი არ კნესის და კი არ ყვირის. არამედ ის გალობს, სალმონის სიტყვებს გალობს და აი აქ მოხდა ადამიანების მოწამეობრივი აღსასრულდა. აი ეს შავი ლაქები რაც არის, ეს მაშინდელი ლაქები. იმ ადამიანებისა, იმ მოწამეებისა, ვინაც ქრისტეზე უარი არ თქვა ესე იგი. ეს იყო 1386 წელს. ესეთი დიდი მფარველები ყავს აი ამ მონასტერს და მთლიანად საქართველოს. კაცური კაცი რა საკეთე? ჰა? შუკრიფაო? დედაჩი. რამდენი წლის ახარ შენ? 10. რა უნდა მოვაწყო? ლიკა. ფოტოშორის ამ მონასტერში ევედრებიან უშვილობის გამო, ესე იგი, აი ვისაც შვილი არ აყავს და ჩვენ 9 წლის წინ მრევლი წამოვიყვანეთ აქ. აი რაც უშუალოდ ჩვენ გადაგხვდა. ამბიონზე ვდგევარ, პარაკლისი მორჩით მამაო და ერთი ქალბატონი მოვიდა, პატარა გოგონა ეჭირა ხელში და ჩვენო შვილი არ აყავდაო და შევთხოვეთო და ეხლა ბავშვით ამოვედითო სამადლობლათო და მაშინ ის პერიოდი ქონდა ჩვენც რომ პირველი შვილი რო გეყოლა, მერე შვილი აღარ ყავდა, ორჯერ მოწყდა მეუღლეს მუცელი, პრობლემა იყო რაღაცა და მერე ჩვენ შევთხოვეთ. და აი ამ ქალის ესეთი ის რომ მოვისმინეთ და 1 წლის თავზე ჩვენ წამოვედით მერე პატარა ბავშვით სამადლობელად.